მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია, სტუმრებო მოგესალმებით. გამოიწერეთ არხი, დააჭერეთ ზარს, გაშავდეს, რომ ყველა ინფორმაცია მოგივიდეთ. მოკლედ, შემოვედი, ვიტყვი ესეთი თემით, მე მაქვს რიტუალი, ვიყოთ მომხიბვლელები სილამაზეზე და თითქმის იგივეა სიბერეზეც ასოცირდება, მაგრამ რახანდეს იგი ძალიან თხოვეს გოგოებმა, მოდით მეთქი ჩაგიწერთ, ანუ კონკრეტულად სიბერეზე, მოვიშოროთ სიბერე, გაახალგაზრდავებაზე და რომ მოგპარეს ჯადოებით და 1000 რაღაცეებით მტრებმა ეს ყველაფერი, ნაადრევი სიბერე ვისაც შემოგეპარათ, ნაოჭები და ასე შემდეგ, ხელები რო გლუვი აღარა გაქვთ, სქელიან ხშირი თმა გქონდათ და ცვენა გაქვთ და ასე შემდეგ. დატვირთულია ეს გველი აუცილებელია, ეხლა აგიხსნით მე თქვენ, უყურეთ, აი ეს არის თქვენი სახე, ანუ ჩემი და თქვენი სახე, უყურეთ, ნახეთ რა სილამაზეა. ეს არის ჩემო კარგებო, უყურეთ, წარმოიდგინეთ ეხლა, წარმოიდგინეთ რა. აი ეს მით მუშაობდა, მაინც განახებთ ხო? ეს ძაფი არის, აი ეს გველუკა, აი აქ რო ყავს, ეგ გველუკაა. წარმოიდგინეთ, აბა მიდით. აი ეს ძაფი. არის გველის ტყავი. გველი ხო იცვლის ტყავს, ახალგაზრდა, ლამაზი, ნახეთ, შეხედეთ იმ კობრას, როგორი ლამაზია, ის რო იცვლის პერანგს, რო სხვა ესე აგდებს, ხო ხდებით არა? და ის მერე ძალიან ლამაზი ხდება, ეს ტყავი დავარქვათ თუ პერანგი, რასაც ეძახიან, ხო, ზოგი რას. ყველაფერი დატვირთულია, ყველაფერი წაკითხულია, მე აქ წავიკითხავ რუსულად და მერე ქართულად გითარგმნეთ. ეხლა ძალიან მეწინააღმდეგებოდნენ როგორც ყოველთვის. ამ შავ სანთელზე მერე აი აქეთ არის, დაიწვება ეს ყველაფერი. ეხლა ჯერ წარმოიდგინეთ, ეს არის თქვენი სახე. გოგოებო, კარგად წარმოიდგინეთ მიდით. და ეს არის აი იმ გველის ტყავი, ეს მე 10 წლიდან 76 წლამდე, როგორც ესე იგი, მიკარნახა სამყარომ, ისე დავითვალე, არის აქ წლები 10 წლიდან. ზოგს უნდა ესეთი სიტუაცია, ну, მაინც 10 წლიდან იყოს, 10-12 წლიდან იყოს. ნახეთ უკვე როგორ აიბურდა, ესე იგი, ბევრს გაქვთ ხელოვნური ჩარევა, ნაადრევი სიბერე. ზოგი მე კონსულტაციაზე მხდებიან გოგოები, რომ აი იმას რო ეძახიან, რა ქვია, ფილერი, ბოტოქსი, ხო ხდებით, ხა მე არ ვიცი, მე არ ვიკეთებ. კი ვარ 50 წლის, მაგრამ ჯერ არ მჭირდება ღმერთის წყალობით და ნახეთ, ეს თქვენ წინ ესე უნდა გავაკეთო, ეს არის გველის ტყავი, ეს არის თქვენი წლები მოპარული სილამაზე და 50 წელზე, 50 წელი რო ავითვალე, ანუ ბევრს გაქვთ ეს პრობლემა ეტყობა, უკვე დაიწყო, ესე იგი სერიოზული ნაადრევი სიბერე გაქვთ შეპარული. ნახეთ როგორი ხლართება, კვანძები გაქვთ, ხედავთ, ცოტა გავწიო ხელები, კვლავ უკაცრავად, სხვანაირად არ გამოვა. კვანძები გაქვთ, ხედავთ, თქვენი თავი კარგად წარმოიდგინეთ, დახურული მაქვს ყველაფერი, მაგრამ გამზირი როა, პროსპექტი, უბრალოდ რაც აკეთებს მერია და ვეღარ დაასრულეს, მოკლედ აგვისტოს იყენებენ. მოკლედ, აი უყურეთ ახლა, აი ეს არის ის გველის ტყავი, წარმოიდგინეთ. და ის არის თქვენი სახე. ფოკუსს დავაჭერინე. ხო. ახლა უყურეთ. მე ეს მინჭირია ხელში, თქვენ უყურებთ, აი ამას, ჯერჯერობით ამას უყურეთ და მე ჯერ მოდით რუსულად წავიკითხავ, როგორც რო უნდა იყოს, ხო?
აი მე არ გადამივარდეს ისეთი წინააღმდეგობებია, თქვენ არ იცით. აჰა, აქ არის ყველაფერი და ერთი წუთით მეგობრებო. უყურეთ, აი ეს. გავააქტიურო ერთი წუთით. უყურეთ მანამდე და წარმოიდგინეთ თქვენი თავი, წარმოიდგინეთ. თქვენი თავი. ის იყოს აუცილებელია. ეხლა წავიკითხა, უყურეთ. დანაც აქ დავდოთ დამჭირდება. ასე. უყურეთ. Как змея никогда. აბა ერთი წუთით მე იცით რა მინდა, ვისაც გინდათ, მე გირჩევთ. უყურეთ, ან გადაახვიეთ მერე უბრალოდ თავიდან დაიწყეთ. აი ახლა გეტყვით ბარემ. უკეთესია, ვისაც ვარდისფერი კვარცი გექნებათ. აი ვარდისფერი კვარცი. აი აქ ჩაგიდეთ ვარდისფერი კვარცი, ქვები, დადებით, კოსმეტიკა, თავი მოხსენით, ანტიუბიკებში თუა, კრემები, რასაც ხმარობთ, უყურეთ, ბარემ წინასწარ გეტყვით, სანამ დავიწყებ. დადებით, აი ესე ხო უყურებთ ეკრანს, ახლა მე რომ ლაპარაკობთ, ხო? აი ეკრანის წინ აი ესე დადებით, ხილი, ფორთოხალი, ვაშლატამა, ატამი, ვაშლი, ბანანი, აი ესეთი რამ სხალი არა, აი ესეთი რაღაცები დადებით ერთი ცალი, მიხვდით ხო? ერთი ცალი. ჩაი თუ გინდათ დადებით, ცივი ჩაი თუ გინდათ დაასხით, ჭიქით ოღონდ დადებით, მიხვდით ხო? ან აი რამე ნაყენის იმას გვირილას ან რამეს თუ სვავთ ხო? იმიტომ დავდები აი ეს რომ იგივე რეზონირება მოხდება რა. მოკლედ მე დავიწყებ და თქვენ დააპაუზეთ და მერე ან უბრალოდ თავიდან ჩართეთ ან გააგრძელეთ ისევ, ხო? ეს იქნება ძალიან კარგი. მოკლედ თუ არა და წყალი, ჭიქა წყალი მაინც დადევით, უნდა დალიოთ მერე ეს ჭიქა წყალი, ხო? კარგით, დავიწყებ. მე აქ გადაფრთვა მომიწევს ხოლმე, მაგრამ არ ავშოს. ეს გვაქვს გველის ტყავი, მოკლედ რა. ძალიან უძვირფასესი რიტუალი გამოვა რო იცოდეთ რა. ძალიან ძველი, ეს არის ძველი სლავური და ძველი აი წინაპრების მოკლედ რა. Как змея никогда не влезет в этот змеиный выползок, так и старость никогда ко мне. Სახელი, თქვენი სახელი не воротится, старость немощь, морщинки, сухость кожи и другие проблемы, связанные со старостью, перейдут на змеиные выползки. ანუ აი მძაფზე, თეთრ მძაფზე გადავა, როგორც გველის ტყავი. ხო წარმოიდგინეთ. ეხლა ესე წაусმევ მე უკაცრავად, ეს აუცილებელია. Разгорят и не воротится. Возвращаю молодость, красоту, густые волосы, звонкий голос, нежные руки, белоснежные зубы, ресницы, черные брови, красивые глаза, ясные губы, алые руки, гладкие, да, красивее, ноги ровнее, красивее, фигуру статную, да, четную, тело будет гибким, лицо красивое. Аминь. ხო, ეხლა უყურეთ გავნაგრძო. Თქვენი სახელი стану для всех привлекательными и желаниями, пока этот змеиный выползок не восстановится старость, приостановится и не воротится. Как луна растет, так сила слова крепнет и исполняется быть тому, как сказала, так и стало. Слов моих не перебить, иначе слово истину говорю. Аминь. ხო, ეხლა უყურეთ ქართულად წავიკითხავ. გადაგითარგმნეთ ვიჯოქი.
ხო, ეხა უყურეთ, აი ამას წერან ვამუშავე, მაგრამ მოვსვათ კიდე, მოვსვათ. ეხლა მე გავააქტიურებ უკვე აი ამ ულამაზეს. ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ, ყველაფერი მიცვიდება, ნუ არ მიყვეს თავარია კამერა არ გადმოვარდეს კიდე. თავარია კიდე არ გადმოვარდეს. თქვენი სახელი თქვით ლამაზო გოგოებო, ქალბატონებო. ვააქტიურებ დატვირთულ სანთელს. აი ეს წავიდეს სიბერე, სიმახინჯე, თმების ცვენა, მარშინი, ანუ აი მე დამავიწყდა ქართულად. ნაოჭები, ხო, წავიდეს და ამან იმუშაოს. მე გავაგრძელებ ახლა ქართულად. წარმოიდგინეთ, რომ ეს თეთრი ჯადოსნური ძაფი არის ლამაზი, აი მე ლამაზი გველის ტყავი. წარმოიდგინეთ? დავიწყოთ. როგორც გველი არასდროს აღარ ჩაეტევა ამ გველის პერანგში, აი ამას უყურეთ თან, ამ გველის პერანგში, ასევე სიბერე, თქვენი სახელი? ჩემთან არასდროს არ დაბრუნდება. სიბერე, უძლურება, ნაოჭები, კანის სიმშრალე და სხვა პრობლემები დაკავშირებული სიბერესთან ეს ყველაფერი გადავა გველის პერანგზე, ტყავზე. ანუ ამ ჯადოსნურ ძაფზე. ხა გადავიტან აქ მე, მასკა დავარქვათ ამას, მასკა წარმოიდგინეთ, მასკა. გადავიტანოთ. დამიჯერეთ, გარწმუნებთ, ეს არის ძალიან ძლიერი, უძლიერესი თვალები გავწმინდოთ, ცხვირი, ტუჩები, ლოყები, წარბები, შუბლი. წარმოიდგინეთ, აქ წარმოიდგინეთ, ხო? ალდებიან და აღარასდროს დაბრუნდებიან, ვიბრუნებ. ახალგაზრდობას, სილამაზეს, სქელთმას, წკრიალა ხმას, რბილ და ნასხელებს, თოვლივით თეთრ კბილებს, წამწამებს და შავ წარბებს, ლამაზ თვალებს, გამჭვირვალე, კაშკაშა, ალისფერ ტუჩებს, ხელები გლუვი და ლამაზ, ფეხები სწორი და ლამაზი, ტანს გამოძერწილს და გამოთლილს. სხეული იქნება მოქნილი და სახე ულამაზესი. მე, თქვენი სახელი? ეს უნდა ვატრიალო. მე გადამაქვს ჩემი ბიოდენები, ძალები. მე ვიქნები ყველასათვის მომხიბლელი და სასურველი. სანამ ეს გველის ტყავი არ აღსდგება, იმიტომ რომ არასოდეს ხო აღარ აღსდგება, გოგოებო, ქალბატონებო. ისევ სიბერე შეჩერდება. ისევე სიბერე შეჩერდება და უკან აღარ მობრუნდება. როგორც მთვარე იზრდება, ასევე სიტყვის ძალა მაგრდება და სრულდება, იყოს ასე. როგორც თქვი, ასეც მოხდა, ჩემს სიტყვებს ვერავინ ვერ შემაწყვეტინებს და ვერ გადააკეთებს. სიტყვას ჭეშმარიტს ვამბობ. ამინ, ამინ, ამინ. კარგით. ახლა მოდით კიდე ორჯერ ქართულად წავიკითხავ, იმიტომ რომ მე კიდე ორჯერ რუსულად უნდა აუცილებლად, ისე არ გამოვა. მე ისეც რუსულზეც გადავთარგმნე და მე გადავგითარგმნეთ ქართულზე. წარმოიდგინეთ, ლამაზო გოგოებო, ეს არის თქვენი სახე. ეს არის, აი ძალიან წარმოიდგინეთ, აი უნდა მოინდომოთ, ნახეთ სანთლები გაგიჟდა. აი აქ წარმოიდგინეთ თქვენი სახე. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ბრძანდებით. დავიწყოთ. როგორც გველი არასოდეს აღარ ჩაეტევა ამ გველის ფოკუსი აქვს ხო? ამ გველის პერანგში ასევე სიბერე, თქვენი სახელი
ჩემთან აღარასდროს არ დაბრუნდება სიბერე უძლურება ნაოჭები კანის სიმშრალე და სხვა პრობლემები დაკავშირებული სიბერესთან ეს ყველაფერი გადავა გოველის პერანგზე ანუ ამ ტყავზე ამ თეთრ ჯადოსნურ ძაბზე ანუ ამ ჯადოსნურ ძაბზე და მე ეს უნდა წაუსვა ახლა და ესე უნდა ვთქვათ ალდებიან და აღარასდროს დაბრუნდებიან, ანუ რაც მე ჩამოვთვალე გოგოებო. ვიბრუნებ ახალგაზრდობას, სილამაზეს, სქელთმას, ან ხშირთმას თქვენ როგორც გინდათ, ისე მიიღეთ, წკრიალა ხმას, რბილ და ნას ხელებს, თოვლივით თეთრ კბილებს, წამწამებს და შავ წარბებს. ნუ ეს მაგიურად წერია და თქვენ შეიძლება ყავისფერი გაქვთ, მაგრამ ლამას თვალებს გამჭვირვალე კაშკაშა ალისფერ ტუჩებს, ხელები გლუვი და ლამას, ფეხები სწორი და ლამაზი ტანს გამოძერწილს და გამოთლილს. სხეული იქნება მოქნილი და სახეულამაზესი. მე თქვენი სახელი ვიქნები ყველასათვის მომხიბვლელი და სასურველი. სანამ ეს გველის ტყავი არ აღსდგება ისევ სიბერე შეჩერდება და აღარასოდეს აღარ მობრუნდება როგორც მთვარე იზრდება ასევე სიტყვის ძალა მაგდება და სრულდება იყოს ასე როგორც თქვი ასეც მოხდა ჩემს სიტყვებს ვერ შემაწყვეტინებს და ვერ გადააკეთებს სიტყვას ჭეშმარიტს ვამბობ ამინ ხო წკაპუნობს უკვე ძალიან კარგი უკვე ამუშავდა მეც აქ ვგრძნობ რომ ბობოქრობს ეს ჩამინდა თქვენი სიბერე ეს ნაოჭებს უთხრათ არა წარმოიდგინეთ გველის პერანგია ეს ტყავი დავიწყე კიდე უყურეთ ნახეთ უყურეთ აი ამას თუ კიდე გველსაც უყურეთ მაგრამ ამას უფრო როგორც გველი არასდროს აღარ ჩაეტევა ამ გოველის პერანგში ასევე სიბერე თქვენი სახელი ჩემთან არასდროს არ დაბრუნდება სიბერე უძლურება ნაოჭები კანის სიმშრალე და სხვა პრობლემები დაკავშირებული სიბერესთან ეს ყველაფერი გადავა გველის პერანგზე ანუ ამ ტყაზე ანუ ამ ჯადოსნურ ძაბზე ალდებიან და აღარასდროს დაბრუნდებიან ვიბრუნებ ახალგაზრდობას სილამაზეს სქელთმას წკრიალა ხმას რბილ და ნას ხელებს თოვლივით თეთრ კბილებს წამწამებს და შავ წარბებს ლამას თვალებს გამჭვირვალე კაშკაშა ალისფერ ტუჩებს ხელები გლუვი და ლამაზ ფეხები სწორი და ლამაზი ტანს გამოძერწილს და გამოთლილს სხეული იქნება მოქნილი და სახეულამაზესი მე თქვენ სახელი ვიქნები ყველასათვის მომხიბვლელი და სასურველი სანამ ეს გველის ტყავი არ აღსდგება ისევ იმიტომ რომ აღარასოდეს აღარ აღსდგება გოგოებო გალბატონებო სიბერე შეჩერდება და უკან აღარასოდეს მობრუნდება როგორც მთვარე იზრდება ასევე სიტყვის ძალა მაგრდება და სრულდება იყოს ასე როგორც თქვი ასეც მოხდა ჩემს სიტყვებს ვერ შემაწყვეტინებს და ვერ გადააკეთებს სიტყვას ჭეშმარიტს ვამბობ ამინ так უყურეთ კიდე უყურეთ აბა რა შეგრძნებები გაქვთ ფეხები არ შეკრათ ერთმანეთზე არ გადაიდოთ გექნებათ შეგრძნებები არ არსებობს მეთან ამას ავათამაშებ ესეა საჭირო ავათამაშებ ასე უნდა დაგიჭმუჭანოთ აი ეს სიბერე აი ეს ნაოჭები აი ეს უძოლურება კიდევ კითხულობ ერთხელ როგორც გველი არასდროს აღარ ჩაეტევა ამ გველის პერანგში ასევე სიბერე თქვენი სახელი
ჩემთან არასდროს არ დაბრუნდება სიბერე, უძლურება, ნაოჭები, კანის სიმშრალე და სხვა პრობლემები დაკავშირებული სიბერესთან, ეს ყველაფერი გადავა ამ გველის პერანგზე, ტყავზე, ანუ გოგოებო, აი ამ ჯადოსნურ ძაფზე. ეს უბრალო ძაფი არ არის, რომ იცოდეთ, ეს მეწლებია მაქვს, ესეთი ძაფები, ნამდვილი ბამბაა ეს, რომ იცოდეთ. ალდებიან და აღარასოდეს აღარ დაბრუნდებიან, ვიბრუნებ ახალგაზრდობას, სილამაზეს, შუბლით, მოგაცილოთ შუბლზე, ოპ, გამოეტო, ნახეთ, გამოეტო, ხედავთ? ვიღაცას არ უნდა რომ აი ეს რიტუალი ჩატარდეს. ნახეთ როგორ გამოეტო, გოგონებო? ეს კარგია უკვე. თვალები ლამაზი, თვალები მოგაშოროთ, ეს ავიღო ეს ნაოჭები, ბატისმეებს რო ეძახიან, აი ეს ავიღო, აი აქ ტუჩლუყის რაღაცას რო ეძახიან, ხაზს ავიღო. Ну, ყელი, აჰა, ესეც ყელი დაბლა, ნიკაპი, აი ნიკაპის ქვეშ, ამაზე გაწყენინებთ. ალდებიან და აღარასოდეს დაბრუნდებიან, ვიბრუნებ სილამაზეს, ახალგაზრდობას, სქელთმას, ანუ ხშირ თმას, წყარიალა ხმას, თეთრ კბილებს თოვლივით, წამწამებს და შავ წარბებს, ლამაზ თვალებს, გამჭვირვალე კაშკაშა, ალისფერ ტუჩებს. ხელები გლუვი და ლამაზ, ფეხები სწორი და ლამაზი ტანს, გამოძერწილს და გამოთლილს. სხეული იქნება მოქნილი და სახეულამაზესი. მე თქვენი სახელი? ვიქნები ყველასათვის მომხიბლელი და სასურველი, სანამ ეს გველის ტყავი არ აღსდგება ისევ. სიბერე შეჩერდება და აღარასოდეს აღარ მობრუნდება უკან. თანცხელა. როგორც მთვარე იზრდება, ასევე სიტყვის ძალა მაგრდება და სრულდება. იყოს ასე, როგორც ვთქვი. ასეც მოხდა, ჩემს სიტყვებს ვერავე ვერ შემაწყვეტინებს და ვერ გადააკეთებს სიტყვას ჭეშმარიტს ვამბობ, ამინ. Так. უყურეთ ახლა, როგორ მუშაობს სანთელი, მე უკან მაინტერესებს. რა იქნება? Ну, აქ უკვე წკაპაწკუპი არის, კი. ნახეთ ჩემ ხმაზე, ნახეთ აი აქ დაიწყო უკვე მუშაობა. ჩემ ხმაზე აქვს რეაქცია, უნდა გქონდეს. გადასარევად მუშაობს ყველაფერი. ნახეთ როგორ ისვრის, აი აქ ისვრის, აი ამაში ახლა უყურეთ სამეული. მე თან იმას ვქენი გოგოებო. ანუ დავყავი, ხელის დამავიწყდა, მაგრამ ისე ამით გაჩვენებთ ჩემი სამუშაო დანაჩანგლით, უბრალოდ კოვზი ჩანგლით. ეს იცით ხო, იცნობთ, გამარჯობათ. აი უყურეთ, ეს ჩაკრებზე დავყავი მე, მიხვდით ხო? ტუკ 7 ჩაკრაზე დავყავი. და ეს შემოხოულია ჯანმრთელობა, ეს სისხლძარღვები და ასე შემდეგ, მოკლედ რა. რაც საჭიროა, ის არის თავარია, თქვენ უნდა უყუროთ. წარმოიდგინეთ, მოინდომეთ, ძალიან უნდა მოინდომოთ. ეხლა კიდე ორჯერ მე აქ თუ მოითხოვა სამჯერ რუსულად წავიკითხავ, იმიტომ რომ არა მაქვს უფლება რომ მე, იმიტომ რომ ეს ავტორის დაწერილია, მე ჩემ ლოცვებზე არ მჭირდება ის, მაგრამ ავტორის დაწერილია, აუცილებლად უნდა წავიკითხო ბოლომდე, იმიტომ რომ ბოლომდე გავამაგროთ. მიხვდით ხო, გოგოებო? იგივენაერად მოისურვეთ, უყურეთ. არ აქვს მნიშვნელობა გესმით, არ гесмит. Как змея никогда не влезет в этот змеиный выползок, так и старость никогда ко мне, к моим подписчикам. Сахели не воротится, старость, морщинки, сухость, кожа и другие проблемы, связанные со старостью, перейдут на этом змеином выползке. Оно вам запсы.
разгорят и не возвратятся, возвращаю молодость, красоту, кубки, волосы, звонкий голос, нижние руки, белоснежные зубы, ресницы черные, брови красивые, глаза ясные, губы алые, руки гладкие, да красивые, ноги ровные, да красивые, фигуру статную и да отчетную. Тело будет гибким, лицо красивым. Თქვენი სახელი стану для всех привлекательными и желанными, пока этот змей не выползет, не восстановится старость, приостановится и не воротится. Как луна растет, так сила слова крепнет и исполняется. Быть тому, как сказала, так и стало. Слов моих не перебить, не переименовать, не переиначить. Слово истину говорю. Так, უყურეთ, ნახეთ როგორ დაიწყო, მე ეს არ მინდა რომ დასამთლდეს. აქეთ დავდებ. ნახეთ, აი იმიტომ ვამბობ, რომ ძალა მაინც ძალა, ნახეთ. აი, ნახეთ. ჩამოვიდა, საყვარლად მოდის, საყვარლად მუშაობს, ყოჩახ ჩვენ, ყოჩახ მაღალძალებს. Как змея никогда не влезет в этот змею, не выползет, так и старость никогда ко мне и моим подписчикам. Სახელი თქვენი. Не воротится старость, немощь, машинки, сухость кожи и другие проблемы, связанные со старостью, перейдут на этом змеином виродке. Сгорят, разгорят, не воротится, возвращаю молодость, красоту, губки и волосы, звонкий голос, нежные руки, белоснежные зубы, ресницы, черные брови, красивые глаза, ясные, губы алые, руки гладкие, да красивые, ноги ровные, да красивые, фигуру статную, да отчетную, тело будет гибким, лицо красивое. Თქვენი სახელი გადასარევად მუშაობს, წამოვიდა, ეს თქვენი მარცხენა მხარეა. დიდი ხნის წარსულიდან, თქვენი სისხლის ნათესავებიდან და ასე შემდეგ. Თქვენი სახელი стану для всех привлекательными и желанными, пока этот змей не выползет, не восстановится, старость приостановится и не воротится. Как луна растет, так сила слова крепнет и исполняется. Быть тому так, как сказала, так и стало. Слов моих не перебить, не переиначить. Слово истину говорю. Аминь. Ამას ჯერ ავიღებ ჩემს იმას რა ქვია, ლექციების ლექტორი ვარ. აი ასე ჩემო ეხლა რა მინდა გითხრათ, უყურეთ. ეხლა ეს ხელში მეჭროს ჯობია. ხა ერთ წუთი. აი ეს უნდა გავაკეთო რა. ესეა საჯარო. ეს უნდა დაინახოთ. მოკლედ, ეხლა აიღეთ წყალი ხო დადგით? 3 ყლუპი. 3 ყლუპი, ძალიან ღრმა არა, არც ძალიან ცოტა, ჩვეულებრივი 1, 2, 3 მოსვით. და დადგით ისე ეკრანის წინ. მან ესე იმუშაოს, ნახეთ როგორ გადასარევად მუშაობს გოგოებო. აი ნუ რა ვიცი რა, მოდის და მოდის. აი გაზით აი აქ, აი სუშნასწები, ნახეთ, აი ჩამოიტყლიბა. ოპა, როგორ ზის. ნახეთ, ეს არის უყურეთ 1, 2 სუშნასწი ზურგზე გაქვთ, აი აქ წელი როა და
საჯდომი იწყება, აი აქ გაქვთ პრობლემები, ზურგზე გაქვთ პრობლემები, ზოგს საჯდომი საერთოდ არა გაქვთ აი აქ, ანუ როგორ არის იცი, შეიძლება იმდენად გტკივათ აი ეს მხარე, აი ეს ზედა მხარე, ზურგი, მარჯვენა მხარე, მარცხენა ზოგს, ხო? რომ აქეთა დაბლა ნაწილს ყურადღებას ვეღარ აქცევთ, მიხვდით, ხო? ესეც არის. ან ტკივილებია ისეთი, რომ აი აღარ გახსოვთ რა, აღარ გახსოვთ, რომ აი ბოდიში, მაგრამ ქალი რო ხართ, აი ესეთი ვარიანტი რა, რომ უნდა გაიგალამაზდეთ, რომ უნდა გაიპრანჭოთ, აი ესეთ რაღაცებს. ნახეთ, აი როგორი ისა კაუჭი, ოპა, კაუჭია, ნახეთ, ოპა, ხო. ნუ აი სისხლის ცრემლებით იტირეო, ვიღაცამ გითხრათ და ალბათ ესეც იყო, ეხლა თვითონ იტირებენ ამ სისხლის ცრემლებით, იმიტომ რომ ეხლა მე რო აქ ხსნიან ყველაფერს, მე ხო ზღაპრებს არ ვყვები არა, ეს არის სერიოზული რიტუალი, როგორც ყოველთვის ჩემი. ნახეთ როგორ არის. აქ ეხლა ამოდის რა იცით? არ ვიცი ხა რატო მაჩვენებენ და ორსულობის დროს გაქვთ დაზიანებული ხერხემალი მენჯები. ამოვარდნა ხო არ იყო მენჯებისაც. აი მაგას მაჩვენებენ და მის მერე გაქვთ პრობლემები. გაქვთ პრობლემები. ახლა მე იცით რა მინდა, აი ამ სანთელზე წავიკითხავ ჯერ ქართულად, მერე რუსულად, უყურეთ მაგ სანთელს. ეს ხო გითხარით, წარმოიდგინეთ, რომ აი ეს გველუკას ტყავია, ულამაზესი, ნახეთ. როგორც გველი არასდროს აღარ ჩაეტევა ამ გველის პერანგში, ასევე სიბერე, თქვენი სახელი ჩემთან არასდროს არ დაბრუნდება, სიბერე, უძულურება, ნაოჭები, კანის სიმშრალე და სხვა პრობლემები დაკავშირებული სიბერესთან, ეს ყველაფერი გადავა გველის პერანგზე, ტყავზე, ანუ აი მაგ ჯადოსნურ ძაფზე, გოგოებო, ქალბატონებო, ალდებიან და აღარასდროს დაბრუნდებიან, ვიბრუნება ახალგაზრდობას, სილამაზეს, სქელთმას, წყრიალა ხმას, რბილ და ნაზღელებს, თოვლივით თეთრ კბილებს, წამწამებს და შავ წარბებს, ლამაზ თვალებს, გამჭვირვალე, კაშკაშა ალისფერ ტუჩებს, ხელები გლუვი და ლამაზ, ფეხები სწორი და ლამაზი, ტანს გამოძერწილს და გამოთლილს, სხეული იქნება მოქნილი და სახეულამაზესი. მე, სახელი თქვენი, ვიქნები ყველასათვის მომხიბვლელი და სასურველი, სანთელს უყურეთ. სანამ ეს გველის ტყავი არ აღსდგება ისევ, სიბერე შეჩერდება და უკან აღარ მობრუნდება. როგორც მთვარე იზრდება, ასევე სიტყვის ძალა მაგრდება და სრულდება, იყოს ასე. როგორც თქვი, ასეც მოხდა. ჩემ სიტყვებს ვერავინ ვერ შემაწყვეტინებს და ვერ გადააკეთებს, სიტყვას ჭეშმარიტს ვამბობ. ამინ, ამინ, ამინ. გადასარევად მუშაობს, გადასარევად მუშაობს. გადასარევად მუშაობს. ეხა ერთ რუსულად უნდა წავიკითხო. და მე უკვე დავწვალ ამას, გოგოებო. Как смею никогда не было из налади, ответа змеи не бегал так и старость никогда ко мне. Თქვენი სახელი. Не воротится старость, не машинки, сухо с кожей и другие проблемы, связанные со старостью, перейдут на смену мимолки. Разгорят и возвратится. Не воротится, возвращая молодость, красоту, гулкие волосы. Звонкий голос, нежные руки, белоснежные зубы, ресницы. Черные брови, красивые глаза, ясные, алые губы. Руки
თქვენი სახელი? ეხლა ნახეთ როგორ გაიჭედა უყურეთ ეხლა აი ეს არის გულმკერდთან უყურეთ გულმკერდთან პატპადუშკა მხრები იღლიების ქვეშ აი მან თითქოს ამოდებული გაქვთო რაღაცავა ეს სუშნასწები ნახეთ აქ გაიჭედა უყურეთ როგორ უჭირს კი წამოვიდა აქ სუსუ მარცხენა მხარეს არის აი ცოტა მარჯვენაც აი წამოვიდა მარჯვნივაც წამოვიდა კარგია ცოტა წამოიღოს აი აქამდე რომ ჩაიწვება აი ეს მინდა და მე უკვე დავწვავ აი ამ სიბერეს ჩემო გოგოებო ქალბატონებო მაშ ძაღლიც კი აყებ და ლუკა ამას ძაღლი არ ქვია ну ჩემთან ეხა სუდადიან სულები ბრახ გააქვთ უყურეთ სანთელს უყურეთ ასე ჩავაკეთე ყველაფერი კარგად მიდის ეხლა პაჟორი არ გამიჩნდეს აი ამ სანთელს 9 ჯერ გადაყირავდა ეს სანთელი რომ იცოდეთ ნახეთ წამოვიდა უკვე მარჯვნივაც ой რეები ჩამოვიდა ეკლესია იქ ვიღაცამ ესე იგი შესთხოვა რაღაცას ვიღაცებს რომ ესე იგი ჩვენს ეკლესიაში შესთხოვა მართლმადიდებლოს წმინდანებს რომ მოგპარათ ეს თქვენი სილამაზე ჯანმრთელობა მოგპარათ მიხვდით აი მანქანის ბორბლებია აქ რაღაცა უყურეთ მანქანის ბორბლები მანქანაზე წყევლები და ასე შემდეგ კი აქ რა არის იცით დახუნძლულიც მკერდსაც გავს აი როგორ იცით მკერდი რა არის ესე იგი ბავშვი ხო იპვებება ხო დედის რძით ხო მკვებავი აი როგორც მკვებავი ხო თქვენ გახდით ესე იგი ვიღაცის მკვებავი და ამით ესე იგი თქვენი თავი დაგავიწყებინათ მიხვდით ხო დაგავიწყებინათ მაგრამ აქ ახლა შემიძლია ვთქვა ამბობენ რომ ხედავ რომ შეიძლება ძუძუმწოვარობის დროსაც რაღაცა პრობლემები გაგიჩნდათ არის მკერდზე დაავადებების მოხსნა კვანძების მაქვს რიტუალი გადადით უყურეთ რომ თხოვთ ჩემო ლამაზებო რომ ეს და ეს ამოსქროლეთ ამოყევით არის ეგ რიტუალები არის და უყურეთ არის სტრარი აი ეს მე მინდა არ მინდა რომ ეს ჩამოვარდეს მაგრამ ისე მინდა რომ აი ესე მინდა დაიწვას აი ეს მინდა რომ ოპ კარგად წამოვიდა აი ხედავთ ნახეთ როგორ ჩამოდის ну აქ რა არის იცით გადაჭრილი თოჯინის ვარიანტიცა ну სულ ნახევარი ტანი ნახევარი ჯანმრთელობაა გაქვთ ხალხო დარჩენილი იცით აი მამაკაცის ორგანოც ნახეთ უყურეთ ну ნახეთ რა ну კრადნიკებია კრადნიკებზე არის რიტუალები უყურეთ ჯვარი ნახეთ ჯვარზეც ხართ აქ ჯვარზეა სასაფლაოს სიმაზეა გაკეთებული სიკვდილზეც აკეთებენ ну საფლავზე ბევრ რაღაცაზე აკეთებენ მაგრამ აქ ჯანმრთელობაზეა ნახეთ და ჯანმრთელობა რო არ გექნებათ ასევე კპარავენ ფულს მიხვდით ხო და სად წამოვიდა დაბლა ჩაკრებზე ჩამოვიდა ნახეთ მიხვდით ხო მიხვდით კაი გოგოები მყავხართ მე თქვენ ხო ეხლა მე
ძალიან უნდა ვეცადო, რომ არ დავიწვა. ამისთვის მე უკან ეს დავაბრუნებ. და აი ამ ქვას ესე დავდება. ესე. ეს ქვა გჯორდება ერთი წუთით. ესე გავაკეთებ. აი ამაზე წაიქცა. აი ამაზე დავწავთ. რომ ლამაზები ვიყოთ, ხო? ამაზე არ დგება, უყურეთ, როგორ წინააღმდეგობს. ოპა, გადაყირავდა, ამაზე უნდა დავდგა, მაინც უნდა დავდგა. გაჩვენებთ, აუცილებლად გაჩვენებთ, როგორ დაიწვება. თავარია მე ეს დავაფიქსი, რომ ჩემი დანა ჩანგალით მომცადეთ. კაცო, დანას რატო ვიძახი კოვზია? მქონდა მე ესეთი და იმიტომ მიჩვეული რო ვიყავი. ესე იყოს. ახლა არ ვიცი რომ მოხდება, მაგრამ ნუ როგორც არის, აი ესეთი ვარიანტია, რო იცოდეთ, აქ უნდა დავწვა, ოპ, ხედავთ რეები ხდება, უნდა რა. დავამაგრო ერთი წუთით. ნუ მოიღუნა. აი ხო გეუნებით, არა ისე ხართ მოტეხილები, სულ ძირში იღუნება, ნახეთ ხალხს, ძირში იღუნება. აი. ნახეთ ამასაც უყურეთ, როგორ ჩამოგეკიდათ, ფეხებს ხედავთ, ფეხებს ხედავთ. ეხლა უყურეთ აი ამას უყურეთ ეხლა. დაემშვიდობეთ, უთხარით თქვენ სიბერეს, ნაოჭებს, უძულურებას, ნახვამდის, უთხარით. ერთი წუთი მე სხვანაირად აქ უცებ შეიძლება, ეხლა მე ეს ვიხმარო სანთებელა, აი ესეთ შემთხვევებში მაქვს უფლება. Так. აბა. ნახეთ, მძლივს ანთია, ხედავთ ხო? აი, მძლივს რაღაცა ანთია რა. წამოიღო, ოჩახი. ო ბაბა, იქაც ჩამოვარდა, ნახეთ. ო ბაბა, იქ ჩამოვარდა მამაკაცი ორგანო. დაემშვიდობეთ. დავწვათ აბა სიბერე, დავწვათ ეს ყველაფერი. ნახეთ რა კარგად იწვება. ოხო, გადასარევი. ნახეთ ისურის, მაგრამ არა უშავს დაიწვება. უყურეთ როგორ იწვება თქვენი სიბერე როგორ იწვება, უყურეთ როგორ იწვება. და აღარასოდეს არ დაბრუნდება ეს. ეს სანთელი ყირავდება იქით, სად მიდიხარ იქით. ეს სანთელი შემიძლია ჩავაქრო მე ეს უბრალოდ ამისთვის მქონდა საჭირო, თორე ყირავდება, დიდ როლს არ ასრულებს. თავარია. დაიწვას. ოხო, როგორ ხრაშუნებს დიდი ხნის, ნახეთ როგორ ხრაშუნობს. ნახეთ. აბა კარგად მოვსინჯო, კარგად. აჰა, შვენივრად არის, კარგად არის, ძალიან კარგად, ეს დაიწვა. ბოლომდეა დამწვარი, ბოლომდე. ხმა გაიგეთ, სულებმა დასტურეს. დაიწვა. აი ამაზე უყურეთ, აი დაიწვა. იწვება. ამას მე ხა გავწევ ამ სანთელს ჩავაქრობ, იმიტომ რომ ეს ძირთადად არაფერს არ აკეთებს ახლა მადლობა. აი ასე. და მე შემიძლია ეს იქეთ გადავდო ეს. აი ამას გადავდებ იქეთ, იმიტომ რომ აღარ გჯერდება და
და ღმერთმა აღარასოდეს აღარ დაგაჭიროთ. ძალმა დაიყიფა, ოჰო. აბა, აქ არისო, რაც არისო. აქ არისო რა არა. ესე იყოს. ცოტა დაეკლება. ნახეთ რეები ხდება. ხედავთ? ნახეთ, როგორ არის? ნახეთ. ჩამოკიდებული. ახლა კამერაში სხვანაირად ჩანს და ისე უფრო მე ხა აქეთა რა უყურებ, აი აქ ცოტა სხვანაირი რაღაცეები ჩანს უფრო მიხვდით, ხო? თუ რაღაცეები ჩანს, ძალიან გადასარევად მიმდინარეობს. აქაც ეს მამაკაცის ორგანო ჩამოვარდა. აქ ჩამოვარდა. მამაკაცის ორგანო, ხედავთ? იქედანაც. ახეთ როგორა აი ზემოდან, ესე იგი ზემოდან არის ჩამოზე, გულის ჩაკრაც უკან გულმკერდი მარცხნი, სულ მარცხნი, მარჯვნიდანაც იმუშავა, კი, მაგრამ უფრო მარცხნიდან გააკეთა რა, ჩამოდის და ჩამოდის. ნუ რა ვქნათ, რამდენიც დაგჭირდება დევოჩკებო, უნდა გოგონება, უნდა იმას ავქნათ რა. ჩავწვათ ეს. მე კიდე წავიკითხავ და მოდი ახლა წავიკითხავ. თქვენ უყურეთ და მისმინეთ. უფრო გაძლიერდეს. როგორც გველი არასდროს აღარ ჩაეტევა ამ გველის პერანგში, ასევე სიბერე, თქვენი სახელი ჩემთან არასდროს არ დაბრუნდება. სიბერე, უძლურება, ნაოჭები, თან სანთელს უყურეთ. კანის სიმშრალე და სხვა პრობლემები დაკავშირებული სიბერესთან. ეს ყველაფერი გადავა გველის პერანგზე, ტყავზე, ანუ იმ ჯადოსნურ ძაბზე, რაც დავწვი, ხო? ალდებიან და აღარასდროს დაბრუნდებიან. ვიბრუნებ ახალგაზრდობას, სილამაზეს, სქელთმას, წყრიალახმას, რბილ და ნაზ ხელებს, თოვლივით თეთრ კბილებს, წამწამებს და შავ წარბებს, ლამაზ თვალებს, გამჭვირვალე კაშკაშა, ალის ფერდუჩებს, ხელები გლუვი და ლამაზ, ფეხები სწორი და ლამაზი, ტანს გამოძერწილს და გამოთლილს. სხეული იქნება მოქნილი და სახეულამაზესი. მე, თქვენი სახელი, ვიქნები ყველასთვის მომხიბვლელი და სასურველი. სანამ ეს გველის ტყავი არ აღსდგება ისევ. სიბერე შეჩერდება და უკან აღარასოდეს აღარ მობრუნდება. როგორც მთვარე იზრდება, ასევე სიტყვის ძალა მაგრდება და სრულდება. იყოს ასე, როგორც ვთქვი, ასეც მოხდა. ჩვენ სიტყვებს ვერ შემაწყვეტინებს და ვერ გადააკეთებს. სიტყვას ჭეშმარიტს ვამბობ. ამინ. ნახეთ როგორ ჩამოეკიდა წელზე უყურეთ წელზე. და მარჯვენა მხარზე არის ეს ჩამოკიდებული მარჯვენა მხარე ახლა ისე დამარტყ, ანუ თავზე გაქვთ ნაპაძენია როგორა თავდასხმები გაქვთ თავზე მარჯვენა მხარეს, შედის რაღაცა მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს ყურის უკან რაღაცა ყბაც წაიღო, ესა აი რო ვამთქნარებთ და ყური და ყბა ესე რო იღება აი ჩასაკეტში რაღაცა ესე გიჭერთ. ეს არის როგორც ლაგამი გამოგდესო რა. ცხენს რო ლაგამს გამოდებენ, ხო იცით არა? აი ეს ხართ გამოჭერილები, ახლა განთავისუფლდებით, ჩემო კარგებო, დაისვენებთ. გაახალგაზრდავდებით. ამაღამ იცით რა კარგად დაგეძინებათ, აი ნახეთ. ნუ მეორე ღამეს მაინც არ არსებობს. ნახეთ, წამოვიდა, ძალიან კარგი, წამოვიდა. გადასარევი წამოვიდა. მოდით ახლა ეს არის თქვენი სიბერე. ფოკუს დავიჭერ. სიბერე. ხო? მოდით უთხრათ სიბერეს ნახვამდის. ერთი წუთი.
დავიწყო. რა კარგად დაიწვა. მაგრად წავიდა რიტუალი. ნახეთ, ასოებიც კი ეტყობა. ნახეთ, როგორ კარგად. ნახეთ, კარგად წავიდა თქვენი სიბერე. დაემშვიდობეთ სამუდამო. სკაპაწყობი გასდეს. Так, ეხლა ნაოჭები მინდა. დაემშვიდობეთ ნაოჭებს. მითხარით ნახვამდის სამუდამოდ. ოპა, გადასარევია, მადლობა უფალო, მადლობა მაღალ ძალებს, უზენაეს ძალებს, თეთრ ძალებს, მადლობა დახმარებისთვის, მადლობა ხირუვიმებს, ანგელოზებს, მადლობა სერაფიმებს, მადლობა დახმარებისთვის. და უძლურება სამუდამოდ. სპეციალურად დავიღე ესეთი გახეული დაფნის ფოთოლი უყურეთ და მართლა უძლური რა, ნახეთ ამას უჭერს. ბევრს გაქვთ ძალა დაკარგული. ობა, ნახეთ. ბევრს გაქვთ ძალა დაკარგული, ძალიან უჭერს ხედავთ. ნახეთ რეები ხდება. აი ბრძოლის უნარიც კი არ დაგიტოვეს, ბრძოლის უნარიც კი არ დაგიტოვეს ამ ჯადოებით, მადოებით, რომ იბრძოლოთ, რომ იმიტომ არ ჩანდა ტანი სანთელზე წეღან რომ აგიხსენით რო ვისაუბრე. აი რომ მარტო წელამდე იყო და საჯდომი არ იყო საერთოდ. ხო გახსოვთ რომ ვისაუბრე არა? ნახეთ ეს როგორი კიდია აქ და აბა რა იქნება ეს. ეს როგორ კიდია აბა რა იქნება ეს. ნახეთ დახუნძულული ერთმანეთზე. აბა ნახეთ მამაკაცის ორგანოზე ხედავთ კუკლაზე. ნახეთ კუკლაზე. იმის სამართზე ვინც გააკეთა, ვინც გამოუშვა ჩემსკენ, თქვენსკენ დევოჭკებო, გოგოებო. სად მიდიხარ? მოდი აქ, ნახეთ როგორ ხტუნაობს. არ უნდა. რატომ მომდება? შვენივრად გჭამთ, შვენივრად იკვებება თქვენი ჯანმრთელობით, თქვენი ახალგაზრდობით. მიხდით? ნახეთ ფითილი როგორ გაიხია, გაორდა, ნახეთ? ობა, არ მოეწონა. ხო. ხედავთ რა შავი ის წამოვიდა, ამ სანთელში შავი არ არის. ნახეთ, გოგოებო. უყურეთ? აი, შავი წამოვიდა, ამ სანთელში შავი არ არის და ნახეთ როგორ წამოვიდა. კარგია ეს, კარგია იწმინდება, გადასარევად იწმინდება, უყურეთ სანთელს, უყურეთ. ეს თქვენი სახეა, არ დაგავიწყდეთ. ნახეთ, აი, ეს სუშნასწევი, პაციენტი გადმოგიგდეს, ჩაგისვეს ვიღაცეები. ვიღაცები ჩაგისვეს აქ, სპეციალურად. იხდით, იკვებებიან თქვენ. აქ არის სერიოზული შავი მაგია, რო იცოდეთ, სერიოზულ. აბა, ეს რაღაცები გააკეთეს ამ ოხრებმა. Так, რახანტ ესე წავიდა და აი აქ ნახეთ სუშნასწები და რაღაცები წამოვიდა. მე ეხლა მაგ კიდე დატვირთული სანთელი, მაგრამ
უყურეთ თქვენ, მე უნდა მოვიტანო, უყურეთ თქვენ, უყურეთ სანთელს. აქვარ უყურეთ სანთელს მე ხა მივეხმარები მე არ მინდა ეს ჯადომადოები აქ რო დარჩეს არ მინდა ეს გავაკეთებ მე ხა ესე მინდა წამოიღოს მივეხმარები აი ამას ჯადომადოებს ამიტომ ვიძახე არასდროს არ ვიცი როგორ წავა რიტუალი ჩავწვათ სიბერე აი ეს უშნასწები რაც გაზით ხო და არ გაძლევთ საშუალებას გოგოებო ქალბატონებო ამოსუნ თქვის ნახეთ უკან რამხელა რაღაცეებია კიდე ჩამოკიდებული ზურგს უკან ეს ცუდი არა კარგად წამოიღო კარგად მუშაობს კარგად მომეწონა მაგრამ მე უნდა ჩემი ძალით ჩავქოლო სხვა რაღაცა ვთქვი სხვა რაღაცა ვთქვი მე რო პროცესში შევდივარ პატოქში რა უკვე ჩემგან თქვენგან სხვაზე არ შეიძლება უყურეთ აი ამ რიტუალს უნდა უყუროთ მხოლოდ იმან ვინც აი თავის თავზე აკეთებს ეს ამ რიტუალის ყურებას ხო და სხვისი სახელის დაძახება არ შეიძლება არ იმოქმედებს მიხვდით ხო აი ხა როგორც თქვენ უყურებთ იმ ადამიანმაც შეგიძლიათ რეკომენდაცია მისცეთ და გამოიწეროს არხი და ისე უყუროს ნახეთ ცეცხლი ნახეთ რა დღეშია გაგიჟდა ნახეთ როგორ გაბრაზდა აქაც გველია ნახეთ როგორ გაბრაზდა ხედავთ აი უკან სუსულებია მხარი და აქაც ზიან უყურეთ აი ამას ყველაფერს ხა მე ძალას ვაკარგინებ კალდუნებს დამხმარებს დილეტანტებს და ვითომ პრაქტიკოსებს რო ეხმარებიან აი ამ თავიანთ შავ ძალას აი აქ გაკეთებულს თავიანთ ჯადოქროლ შავ ნეგატივს მე ახლა მე და თქვენ გაცლით ჩემო გოგოებო ქალბატონებო გამომყავს აი ეს ყველაფერი სიშავე ნეგატივი დისტრუქციული პროგრამები რაც ახლა მე აქ დავინახე აი ეს ტკივილები დიდხნიანი ეს კვანძები რო უძლური რო ხართ უძლური ნახეთ უძლურება რო ეწერა დაფნის ფოთოლზე როგორც მძიმედ ძალიან მძიმედ დაიწვა აი ამ ყველაფერს მე ახლა ვაბათილებ ჩემგან თქვენგან თქვენი სახელი და უკან გავუშვებ მისამართზე ვინც გააკეთა ვინც შეუკვეთა ვინც გააკეთა დაჟე ვინც თქვენ ცუდი გისურვათ თქვენს მტერს არაკეთილის მოსურნეს ნათესავს მეზობელს არანათესავს მეგობრებს ვითომ მეგობრებს თანამშრომლებს მეზობლებს და ასე შემდეგ რა ახდებით ცნობილს და არაცნობილ მტერს ნახულს არ ნახულს სისხლით ნათესავს არასისხლით ნათესავს ყოფილ დედამთილებს მამამთილებს სიდედრეებს მულებს
ცოლის დებს, ცოლის ძმებს, არის ესეთი სიტუაცია, სიძეები, რძლები. კი, აი დაიწყა ბუნა. მოკლედ, აი ამ ყველაფერს მე ახლა უკან ვუშვებ. ნახეთ რა შავი ნეგატივი. აქ შავი სანთელს ხედავთ სადმე? არაა შავი სანთელი, ხო? მწვანე, ყავისფერი, წითელი იყო. და ყვითელი. ეხლა ვაკეთებ წითელი სანთელით. ნახეთ რეები ხდება. რეები ხდება. აკარგინებ ძალას. ამ წუთასაც თუნდაც ვინმე მუშაობდეს ჩემზე, თქვენზე. ხო, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს. ვაკარგინებ ძალას, საიდანაც მოვიდა იქ წავიდეს, საიდანაც მოვიდა ნეგატივი იქ წავიდეს, ჯადოები, კალდავსტვო. ყველაფერი უკან წავიდეს. ამინ, ამინ, ამინ. ესე უკვე აი ესე უნდა დავდო, იმიტომ რომ ნახეთ ძაღლი. ტყუილა არ ყეფავს ხოლმე ჩემთან რიტუალის დროს, როცა მე ვატარებ. ნუ საათი გახდა, მაგრამ რა ვქნათ ახლა მალე გაგიშვებთ, ჩემო კარგებო, მალე გაგიშვებთ და ოპა, ჩაქრა. ნუ ალბათ ესე უნდა იყოს საჭირო, ნახეთ. ნახეთ სასწაულები. ხედავთ? ნახეთ. სასწაულები, აი ხედავთ? ესე იყოს. მოკლედ გოგოებო, ამ რიტუალს უნდა უყუროთ 9 დღე. ეხლა უკვე უმჯობესია, რა თქმა უნდა, მზარდი მთვარე რო იზრდება მთვარე. არის კვირაზე მეტი ხოლმე მზარდი, კვირაზე მეტი ან ერთი კვირა ხანდახან კლებაში. მზარდი მთვარეა, ეხლა ივსება მთვარე, ზუსტად მოგიმზადეთ იმიტომ რომ უყუროთ და გამოსასყიდი იქნება 12 ლარი და გისურვებთ წარმატებებს. იყავით ლამაზები, მომხიბლელები, ეგ წყალი დალიეთ ბოლომდე და ყოველ მეორე დღეს, მესამე დღეს, მეოთხე და მე-9 დღემდე, ხო? დადებთ რაც ვთქვი ვიდეოს დასაწყისიდან და ისე გაიმეორებთ. არ გემშვიდობებით, მიყვარხართ მომავალ შეხვედრამდე, თქვენთან იყო თქვენი უსაყვარლესი ნინია.